ეს 26 თავი უნდა წავიდოთ საქმე მოციქულთასე. სულ დაგვრჩა 3 თავი. დღევანდელი თავის გარდა კიდევ 2 თავი და ღვთისშეწევნით საქმე მოციქულთას მოვჩებით. გაგახსენებთ რომ პავლე მოციქული ისევ არის ტყვეობაში და უკვე აღრიბა მეფე რქვაო პავლეს. ბრძანებულად შენდა თავისა შენისათვის სიტყვათ, მაშინ პავლე გამყოფელი მიუღო და თქვა. ანუ აღრიბა მეფე უთხრა პავლეს რომ ისაუბრეო რა, გაგვეცანი შენი თავი. გახსოვთ ახლა აღრიბა მეფე იყო კაცი, რომელსაც თავისი ასეთ მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთ ახალი აღთქმის შემსწავლის სახელმძღვანელოში წერია რომ ბერენიკე მისი და იყო. ასეთი უღმართი ცხოვრებით ცხოვრობდა ახლა რა. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს რომ აღრიბა მეფე ჯულის მეცნიერიც იყო, ანუ იცოდა ახლა ძველი აღთქმისეული სწავლება და უბრალოდ დაინტერესდა პავლე მოციქული ვინ იყო და პავლე მოციქული აღრიბას პასუხობს. ყოველთვით ის რომელთა მაბრალებენ მე ხურიანი მეფე აღრიბა შემირაცხიეს თავი ჩემი ნეტარად, რამე თუ შენ წინაშე მეგულების დღეს სიტყვის გებად უფრო ისღა, რამე თუ მეცნიერ ხარ შენ ყოველთა მათ ჩვეულებათა და ძიებათა ხურიათასა, ამისთვის გევედრებით სულზელებით ისმინე ჩემი. ანუ მოკლედ პავლე მოციქული პასუხობს აღრიბას და უკვე მეოთხე მუხლიდან 22 მუხლის ჩათვლით პავლე მოციქული უყვება საკუთარი თავის შესახებ აღრიბა მეფეს, რომელზეც ჩვენ ბევრჯერ გვითხი, ანუ საიდან იყო პავლე წარმომავლობით, რასაკეთებდა, მე რის გამო დაიჭირეს და მოკლედ ამას აღარ გადავიკითხავთ, იმიტომ რომ ჩვენ რამოდენიმეჯერ ეს გვაქვს წაკითხული, ესე საუბარი გავაგრძელოთ 22 თავი, 22 მუხლიდან. შეწევნითა ღვთისათა, რომელიც ღირს ვიქმენ, ვიდრე აქად ღებნებთ გადა უწამეთ ცირესა და დიდსა არარას გარეშა, ვიდრე წინასწარმეტყველთა თქმულისასა, რომელცა ეგულებოდა ყოფათ და მოსესა. ანუ მეო საფრთხო ჯულის გარდა სხვა არაფერი არ გამიკეთებია, საფრთხო ჯული არ გადავსულვარ და მე 23 მუხლში წერია, ვითარმე დვნებად იყო ქრისტესა და ვითარმე პიროვნი იყო დართა აღდგომასა ნათლის ეგულების მithხრობად ერთა და ნათესავდა და ვითარცა იგი ამას ეთხოვდა ფესტოს დიდითა ხმითა ხმახო ბორგი პავლე რამე თუ მრავალი წიგნი შენი სისხლად მიგაქცევე შენ. ანუ როდესაც ქრისტეს სახელი ახსენა ფესტომ ეს წარმართმა რომელმა გააჩერა ეგრე პავლე და უთხრა რომ გაჩერდი ახლა და მე სხვა დროს ვისაუბროთ ამ თემაზე. ხოლო პავლე თქვა არა ბორგი მხნეო ფელიქს, არამედ ჭეშმარიტებასა და სიწმინდისა სიტყვათა ვიტყვი, რამე თუ მეცნიერს ამისთვის მეფე რომლისა მიმართ კადნიერად ვიტყვი და ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა არის, ხო პავლე მოციქულის მოქმედებასთან დაკავშირებით და რა არის გამომჩაწე ხა? პავლემ განყო ხელიო, აი პირველ მუხლში წერია რა. ამაზე უნდა მეთქვა და გადამავისვა, მე გავაგრძელებთ იქნებ თავისთავად, ხელის განყოფაში ნასნიშნავს. ძველად რიტორები და ფილოსოფოსებს ჰქონდათ საუბრის ტექნიკა, ანუ ქადაგებას და ლექციაზე გამოსვლა თუ რიტორი როდესაც მიმართავდა სტუდენტებს, რაღაცა გარკვეულ მეთოდებს იყენებდა იმისთვის, რომ ადამიანების ყურადღება მიექცია. და ეს ხელის განყოფა სწორედ ამას ანიშნებს, რომ ის არის განათლებული ადამიანი, ის ერკვევა იმ ჟესტიკულაციას, რომელიც ჟესტიკულაციითაც საგებლობდნენ მაშინელი გასავლელი ადამიანები. მაგალითად ახლა ქრისტიანული ჟესტიკულაცია, რომელიც გამოხატავს იმას, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები. რა არის? პირჯვის გადაწერა. პირჯვის გადაწერა ეს არის ჟესტიკულაციით დადასტურება იმისა, რომ ჩვენ ვართ ჯვარცმული ქრისტეს თაყვანისმცემელი რა. და თურმე ერთ-ერთ სასულიერო პირს მოусმენი ახლა და თქვენს გეტყვით საინტერესო რაღაცა თქვა. აი ეს რო გააკეთებს ქრისტიანი, ეს რას ნიშნავს? ის არის თაყვანისმცემელი ყოვლადწმიდა სამების. ამიგეთ, აი სამითი, ხო? თანამით აღიარებს, რომ ყოვლადწმიდა სამება და მაცხოვრის ორი ბუნება, კაცური და ღვთაებრივი, ხო? ყოველთვის პირჯვის გადაწერის დროს თითების ასეთ განლაგებას როგორი დატვირთვა. ხო, ჩვენ ეს გვიტყვია, მოდი გაგახსენებთ, რომ ჩვენ ქრისტიანებს ხელი თითები გავია ამ ნიშნად იმისა, რომ ყოვლადწმიდა სამება ჩვენი ღმერთი, მამაძე სული წმინდა. სამი ღმერთი კი არის ერთი ღმერთი. ორი თითი ხელის გულით დადებული ის განასახიერებს არის სიმბოლო მაცხოვრის ორი ბუნების, ღვთაებრივის და კაცობრიობის. ხელის გულზე დადებული მოღუნული არის სიმბოლო ისეც და ქვეყანაზე ჩამოვიდა. ხელის გული პირჯვის გადაწერის დროს სიმბოლოა მიწის, ხო? ამით ადამიანს რო დაიგო, მიხვდება მართლმადიდებელი ქრისტიანი, ხო? აი ესე გააკეთებდნენ ზოგიერთი ქრისტიანი ასე წერდა ხოლმე რა. ეს რას ნიშნავს, რომ მათ წამდათ, რომ მაცხოვარი ჯვარზე გააკვრის, შემდეგ ხუთი ჭრილობა მიიღო.
აი, გამიგეთ? ესეთი საინტერესო რაღაცა არის, ხო? როდესაც ღვთელი პირჯარს სახავს. ესეთი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. როდესაც თითს ძველად აი ეს თითს ზევით რომ აწევდნენ, ეს რას ნიშნავს, რომ მე ვარ მონოთეისტი, ან მე ვწამს ერთი ღმერთის. გამიგეთ? ეხლა ზოგჯერ მუსულმანი იყენებს ხოლმე ამას ახლა რა. მაგრამ ძველად იყო ასეთი რაღაცა, აი ესეთი მეთოდებს იყენებენ და ანუ არ იყო აუცილებელი შე რაღაცები გელაპარაკა რა. და ამ შენი თითის აემჩვენები, ირჯვრის გადაწერით, შენ აცნობ ადამიანებს, რომ შენ ხარ ქრისტიანი და მოკლედ პავლე მოციქულმა განხოვო ხელი, ანუ მან გამოიყენა მაშინდელი მეცნიერებისთვის დამახასიათებელი მოქმედება, რომლითაც მიანიშნა იქ დამხრე ადამიანებს, რომ ისიც განსხვავებული ადამიანი იყო და ერკვეოდა მოკლედ იმ რიტორულ ხელოვნებაში, რომელიც მაშინ ფლობდა და ჩვენ ვიცით პავლე მოციქული ღრმად განათლებული ადამიანი იყო, რელიგიური თვალსაზრისითაც და საერო გაგებითაც ძალიან განათლებული ადამიანი იყო, ხო? ხოლო პავლე რქვა, ხო, და მე პავლე მოციქულის პასუხი ჩვენ წავიკითხეთ და ახლა 26-ე მუხლი წავიკითხოთ რა. რამით მეცნიერებს ამისთვის მეფე, რომლისათვის მიმართა კადენიერად ვიტყვი, რამით დაფარავთ მისა რაისამე ამათგანისა არა ვირწმუნო, რამით ვარცა დაფარულსა ადგილსა knilars ესე. წამსა მეფე აღრიპა, წინასწარმეტყველით არის ვიცი, რამით უგზავსა აღრიპა მეფეს მიმართავს და ეუბნება, რომ შენ ვიციო, ერკვევი შენ ქრისტიანმა იუდაულ რჯულშიო და შენ ხო გწამსო წინასწარმეტყველებისო რა, ვიციო რომ გწამსო. ხოლო აღრიპა რქვა პავლეს, მცირე დღა მარწმუნოვე ქრისტიანი ყოფად. პავლე აღრიპას პასუხი ცოტაც და მარწმუნო რომ ქრისტიანი გახდა, ეს იყო უბრალოდ რაღაცა ისეთი ზოგადი ნათქვამი ახლა რა. ჯერიგერთი ცხოვრების წესი, რომელიც ცხოვრების წესითაც აღრიპა ცხოვრობდა, ის ვერ გახდებოდა ქრისტიანი ახლა რა. წარმოვიდგინე ადამიანი, რომელსაც არავითარი ზნეობრივი რაღაცა ისე პასიულობები არ ჰქონდა, ის როგორ შეიძლება გახდეს ქრისტიანი რელიგიის მიმდევარი, რომელი რელიგიაც სწორედ ზნეობას გადაგებს, ხო ასეა რა. შეიძლება ადამიანი ცოდვილები ვართ ყველა, მაგრამ სინანული უნდა გქონდეს და აღრიპა მეფეს არ ქონდა არავითარი სინანული, ის მეტიც მოდის ახლა იმ ხალთან ერთად და ესეთ სასამართლო პროცესს უწყობს მართალ კაცს პავლეს. ესეთი რიტორიკულად ისე ზოგადად თქვა რა, გავხდიო ახლა შენ ქრისტიანად, ხოლო პავლე თქვა მას, ლოცა ღვთისა მიმართ მცირედათვის და მრავალთ არა ხოლო თუ შენ და არამედ ყოველთა, რომელთა ესმის ესე დღეს ყოფად ესე ვითარცა მე ვარ, თვინიერ ყულებათ ამან. და პავლე მოციქულის პასუხი რო იყო, მარტო შენი მოქცევა კი არა, მე მინდაო რომ ყველა ქრისტიანი იყოსო. ყველა ისე მდგომარეობაში იყოს, ამ მდგომარეობაში ვარ, ოღონდ არა ისე რომ როგორც მე დატყვევებული ვარ, რომ ყველა მინდა იყო თავისუფალი და ყველა მინდა იყო ღვთისმოყვარე და მორწმუნეო რა. და ვითარც ესე თქვა მან, აღდგა მეფე და მთავარი ბერენიკე და მათანა მსხლომარენი იგი. წავიდეს და იტყოდეს ურთიერთას, ვითარმე და არარას სასიკვდინესა, გინა კრულებათა საქმესა იქნის კაცი ესე. და მიუხედავად ყველაფრისა, მათ საჯულებმა ერთმანეთს დაადასტურეს და თქვეს, რომ პავლე მოციქულს არავითარი ბრალი არ მიუძღვრის, ის არ არის ღირსი სიკვდილის და ბოლოს სიტყვა ამთავისა ბოლო მუხლი არის სიტყვა აღრიპა მეფისა, მეფემ თქვა ფესტოს განტევებად ღირდა კაცი ესე უკეთ თუმცა არა ღაღად იყო კეისრისა. თქვენ იცით რომ პავლე მოციქულმა გახსოვთ ახლა როდესაც მისი წაყვანა უნდოდა იერუსალიმში და რო თქვა მე კეისართანო მინდა უმსჯავრიო, ასეთი სიტყვები თქვა აღრიპამ, რომ ამას არ მოითხოვა კეისრის ამსჯავრო, შეიძლებოდა აქვე გაგვიშოვა რა. მოკლედ ესე დასრულდა 26 ეტავი, რომელიც მოგვითხრობდა სასამართლო პროცესს, რომელიც გაიმართა ფესტოსთან და ამ პროცესს ესწრებოდა მეფე აღრიპა და მისი ცოლად-წოდებული ბერენიკე და სადაც პავლე მოციქულმა მოკლედ ესე სიტყვით მიმართა და საკუთარი სიმართლე მოკლედ ხმამაღლა დაადასტურა კიდევ ერთხელ. დასრულდა როგორც ვთქვით 26 ეტავი და ღვთის შეწევნით მომავალ შაბათს 27 თავით წავიდეთ.